მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო, აი როგორც იქნა დაგიბრუნდით, გილოცავთ ახალ წელს, გილოცავთ ამ 2026 წლის დაწყებას, იმედია იქნება ეს წელი თქვენთვის დაუვიწყარი, დადებითი ემოციებით სავსე, იცის როგორი წელია ჩემთვის, ახლა მე მასე ვფიქრობ, იცის როგორი წელი იქნება მე მგონი, აი მარტო მე ის ადამიანები, რომლებიც მიყვარს და რომლებსაც ვუყვარ ვარ და მაგათთან კარგი დროს გატარება. Всё, მეტი არაფერი არ ვიცი. მეტი არანაირი პროექტი, რაღაცა ვაშენო, გავაკეთო, ვიმუშავო, არა. აი ეს რამოდენიმე წელი სულ მქონდა თავში, რომ უნდა რაღაცას მივახცე, უნდა რაღაცა გავაკეთო, უნდა რაღაცას მივახცე, უნდა რაღაცას მივახციო რა, აი სხვა სიტყვა ალბათ არ არის. ეხლა და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ამოვისუნთქე და როგორც იცით, მე მაქვს ძალიან ეს ცუდი ხასიათი, რომელიც არის უკმაყოფილო მე, სულ ყველაფერზე ვარ უკმაყოფილო და უფრო რაც შეეხება ჩემ თავს, ჩემი თავის უკმაყოფილი არასდროს არა ვარ. დენის დუსმო. ხო და ამ წელს მინდა რომ უბრალოდ ჩემ თავს თავი დავანებო და გავატარო კარგი წელი თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, გადაგიღოთ ეს ყველაფერი, გაგიზიაროთ ყველაფერი. Savali zonfo. Დაღალმეცელო. ამიტომ ასე მეგობრებო, არ შემეძლო რომ დამეწყო ჩვეულებრივი ვიდეო, სადაც არ ვილაპარაკებდით ამ 2026 წელზე. ახლა არის დილის 10 საათი, როგორც გესმით, ბავშვები ყვირიან. ხო და მინდა რომ გავაკეთო სუში და ერთი საათი უნდა მივირთვათ, ამიტომ ახლა გავაკეთებ. Gugu, რაშა კეთებ გუგუ. გუგუ, რაშა კეთებ. ჩემ თმას ნუ ვიმჩნევთ. თმა დავიხუიე. ყველანაირი უთოს გარეშე. რადგან ისედაც დამწვარი თმები მაქვს. თან რო ვიღებავ, თან ისა ძალიან დამწვარია და არ მინდოდა რომ კიდე ახლა იმას მეკდა და დავიხუიე. ღამე და ბიგუდები გავიკეთე და მაგითი დავიძინე. იმიტომაც ეს რაღაცად არაპროპორციონალურად დგანა, მაგრამ ეგ არ აუშავს. ახლა უნდა გავაკეთოთ სუში სასწრაფოდ. როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ, როგორ გაატარეთ თქვენი ახალი წელი, ჩვენი ახალი წელი იყო ძალიან კარგი, ჩვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ლუიზ ხოდა ჩვენი ახალი წელი იყო ჯამრთელები ვიყავით, ვაიმე ღმერთო, მადლობა. იმიტომ რომ როგორც იცით, ძალიან ბევრი ბავშვი ახალ წელს არის ხუდა. ძნელი მომენტები და მშობლებისთვის ხო საერთოდ. საერთოდ, აი მშობლებისთვის ხო საერთოდ. მაგდროს აღარც ახალი წელი გინდა. აღარც შობა, შობაზეც კარგი დრო იყო, მაგრამ შობის მერე ისე გავხდი ცუდად რომ სასწრაფოში მოხდი. მაგრამ არა უშავს. გამოვიღო ყველები ახლა, რასაც წავუსმევ ჩემ სუშის. აი ეს მაიონეზი. კიდევ რა შეიძლება სუშიში შიგნით. მაგალი ჯერჯერობით всё. ხოდა ვიყავით. მე 26-ში ვიყავი ძალიან ცუდად. 25-ში და 26-ში. და 26-ში წავედი სასწრაფოში და არც ქონდა აზრი რომ წავედი, იმიტომ რომ არ მიმიღეს, ძალიან ბევრი ხალხი არისო, ექიმი ვერ ვნახე, სისხლის ანალიზი ამიღეს, მითხრეს რომ ხო, სისხლის ანალიზი რა. აი გუშინ ვლაპარაკობდით, რა არის ჩვენი ობჟექტივ ამ ახალ 2026 წლის და აი რა გვაქვს თავში მე და დავის და აი ლუიზ რომ გადავაგდებინოთ სოსკა, პამპერსი და სკოლაში შედის სექტემბერს.
აი გუშინ მახსოვს რომ როგორ გამოვედით საავადმყოფოდან და თოთო იყო და ძალიან მალე გავიდა დრო, მაგრამ ძალიან მიხარია. რა ვიცი, პირიქით გაიზარდნო ჯამრთელები. ოთახში გავაგდები. არ ვიცი რამდენი ხნით, მაგრამ მე მგონი ცოტა ხნით მოვიშორე. ხოდა. გავაკეთე სუში. არ ვიცი რა, სახში გაკეთებული სუშის არაფერი არ ჯობია. ნუ რა თქმა უნდა არის რესტორნები, სადაც ძალიან კარგადაც აკეთებენ სუშის. მაგრამ რავი, თან მე რომ არ ვჭამ, ხო იცით, გლუტენზე ალერგია მაქვს, მაგრამ რო არ ვჭამ, ძალიან ხშირად რამეს ურევენ, სადაც ხორბალია, სადაც გლუტენია და მართლაც რომ ჩემთვის არ არის. ხოდა ესე მეგობრებო, არ ვიცი თუ ნახეთ, ძალიან მალე გავხდებით 6000-ნი. 6000-ნი გავხდებით. ცოტა, ვერ ვიტყვი რომ უზარმაზარი რაღაცა, ცოტა როგორ. ანუ, ცოტა იმით არის რომ 6 წელია მე მგონი უკვე მე მაქვს ეს არხი. და აი უფრო გესმის რომ მაინც ქართული YouTube უფრო ძნელია რომ წინ წავიდეს. თუ მაგალითად არ მოგზაურობ, თუ მაგალითად არ დაიწყე 2008 წელს, დაიწყე ძალიან ადრე, თუ არ მოგზაურობ და არ აჩვენებ მთელ ქვეყანას ან მთელ საქართველოს სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს, მე მაინც ძალიან მიყვარს ეს საქმე, ძალიან მიყვარს გადაღება, თქვენთან ჭორაობა, ლაპარაკი, თქვენი კომენტარების წაკითხვა. ადრე უფრო მქონდა დრო რომ გამეცა პასუხები კომენტარებზე, მაგრამ ყველას კომენტარს მაინც ესე გადავალებ ხოლმე უცბად თვალს, ამიტომ არ გეგონოთ რომ არ ვნახე თქვენი კომენტარი. ყველა კომენტარს ვხედავ. ჩემმა მამამთელმა გვიყიდა, ეს არის სახში დამზადებული შებოლილი თევზი და აი არაფერს არ ჯობია, ესეთი მაღაზიებში ნაყიდი მაინც ესეთი სქელი არ არის, ესეთი კარგი არ არის. ასე, ამიტომ მქონდა ეგა და მეთქი აი ამის ხათრით უნდა გავაკეთო სუში, იმიტომ რომ ფუჭდება და თევზია და როგორც იცით, როგორი ძვირი ღირს ეს შებოლილი თევზი. ამიტომ გავაკეთოთ სუში. ბრინჯიც მქონდა, კრემიც მქონდა, კრემყული წასასმელი, ყველაფერი მქონდა, ავოკადოს გარდა, მაგრამ არა უშავს, დღეს ავოკადოს გარეშე გავაკეთებ. და ის მქონდა კიდე. კრევეტებიც მქონდა. აი იმედია კარგად მխავთ. ახლა გადავავლებ თვალს. მაპატიეთ, ვერ გადაგიღეთ შოვა ახალი წელი. წინა წელს უფრო მქონდა სურვილი. ვიდრე ამ წელს რაღაცნაირად თქვი რომ როგორც გითხარით, აი ვლოგები აღარ მინდა თქვენთან საუბარი, ჭორაობა, ლაპარაკი. აღარ მინდა ესეთი ვლოგები, რა თქმა უნდა იქნება, რა თქმა უნდა, ვლოგებსაც გავაგრძელებ და ყველაფერი, მაგრამ თუ შემიძლია რომ უბრალოდ ესე გადაგიღოთ ხოლმე თქვენთან ლაპარაკი, თქვენთან რაღაცების გაზიარება, უფრო მირჩევნია, ვფიქრობ რომ უფრო ახლოს ვართ. იმიტომ რომ ეს ვიდეოები, სადაც სიმღერაა და უბრალოდ რამეს ვაკეთებ ან ისა თითქოს და რაღაცნაირად დისტანცია მე და თქვენს შორს, ამიტომ აი ესეთი ლაპარაკი და ისა თითქოს და უბრალოდ დაკალს WhatsApp-ზე დავურეკე და ველაპარაკები. ამიტომ მირჩევნია და ამიტომაც ამ წელს ახალი წელბანა და ისა არ გადაგიღეთ, გაჩვენებთ სურათებს, ჩაგიდეთ ვიდეოებს, რეები როგორ რანაირად აუცილებლად ვიღებდი პატარა ვიდეოებს და მეთქი ერთ ვიდეოში სადმე ჩავსავ რომ უბრალოდ გაჩვენოთ ჩვენი წლევანდელი შობა ახალი წელი. ასე მეგობრებო, 2026 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი, დარწმუნებული ვარ. 2025-იც იყო კარგი წელი, მაგრამ 2025 წელი იცით როგორი იყო, აი სულ ჩემ თავს რაღაცა კითხვებს ვუსმევდი თითქოს. სულ მაგის იმაში ვიყავი, რა გავაკეთო, რას მივახციო, როგორ, რანაირად და აი გადაღლილი ვიყავი უკვე რა, აი მართლა გადაღლილი ვიყავი, აი ჩემი ამ რაღაცა მონდომებით, რაღაცის მიღწევით. ეხლა არაფერს არ ველი, არავის არაფერს არ ვთხოვ. აი ჩემ თავს ხო საერთოდ მიხვდით, ანუ ისე რაღაცნაირად აღარ ვუსმევ ამდენ კითხვას ჩემ თავში, რომ
რაღაცნაირად ამოვისუნთქეთ თითქოს და ვერ წარმოგიდგენთ როგორი თავისუფლებაა და როგორი რაღაცნაირად თითქოს და ფრთები შემესხა და თითქოს და მივხვდი რა მინდოდა მე ამ ცხოვრებით და მივხვდი რომ თუ რამე მინდა უნდა გავაკეთო, რადგან მე ყოველთვის ვაკეთებდი რაც მინდოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაც უფრო გავიზარდე, ვარ უკვე ორი შვილის დედა, მყავს მეუღლე, მე უკვე მყავს, მაქვს უფრო სწორად პასუხისმგებლობა, ანუ უნდა მარტო მე აღარ ვარ ამ ქვეყნად, მიხვდით? აი თან რაც დედა გავხდიყო საერთოდ. ამიტომ პირიქით ვფიქრობ, რომ ეგ არ უნდა იყოს ტორმუზი, რადგან ძალიან ხშირად ხოლმე თუ რამე მინდა გავაკეთო, ეგრევე ბავშვებზე ვფიქრობ. და ეს როგორც ჩვენი მშობლები და ალბათ ბევრი მშობელიც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ შენ არ გააკეთე ის, რაც შენ გინდა, შენ არ იქნები ის ბედნიერი დედა, შენ არ იქნები ის ბედნიერი მეუღლე, შენ ყოველთვის გულში იქნება, რომ მე ეს არ გავაკეთე და დღეს რო გამეკეთებინა, რა კარგი იქნებოდა, ან რას მივაღწევდი. თქვენთან საუბარში დამოვაწყდა სუშის როგორ ვაწყობ. ეხლა ესე ვახვე. ხო მე მგონი. ხო და აი ესე მეგობრებო, იმედია მივხვდით რის თქმა მინდა და იმედია სხვანაირად არ გადაითქმევა. ამიტომ ესეთი ძალიან დამუხტული შევხვდი 2026 წელს. აი იცით როგორი შევხვდი, ვიცი რა მინდა, ვიცი რა არ მინდა და აი მაგაზე მაგარი არაფერი არ არის. აი როცა შენ თავში უკვე დარწმუნებული ხარ, იცი რა გინდა ამ ქვეყნად და იცი რა არ გინდა და იცი და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში მხარდაჭერა საჭირო, აუცილებლად. ჩვენი საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა არის ყველაზე მთავარი და ვერ წარმოგიდგენთ როგორი ბედნიერი და როგორი იღბლიანი ვარ, რომ მყავს ძალიან მაგარი ადამიანები ჩემს ირგვლივ. ჩემი მშობლები, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, ჩემი მეუღლის მშობლები. ის რომ რაც გინდა იყოს გვერდით არიან, მიხვდი და მეც მასე ვარ. რაც გინდა იყოს მე მაგად გვერდით ვარ და უბრალოდ ეს არის უკვე ბედნიერება. ჩემი მულები, ჩემი და მეგობრები, ფრანგი მეგობრები მყავს და ვერ წარმოვიდგენთ როგორი კარგები არიან. სამწუხაროდ ქართველი მეგობარი საფრანგეთში ვერ ვიპოვე. ყავდა ერთი მეგობარი, ერქვა გვანცა. ძალიან კარგი გოგონა იყო, მაგრამ სამწუხაროდ მე გადავედი სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში, შორს და სამწუხაროდ აი ესე დავშორდით ერთმანეთს. ხანდახან წერდით ხოლმე, მაგრამ ეს უკვე რამოდენიმე წელია ვეღარ ჩვენი გზა ერთმანეთს არ შეხვდა სამწუხაროდ. მაგაზეც მინდა თქვენთან საუბარი მეგობრობაზე. ვფიქრობ, რომ მეგობრობა და მეგობრული ურთიერთობა და სიყვარული, ანუ მეუღლეა თუ შეყვარებულია თუ რაც არის, იგივეთ გულით ტკივა, რომ დაშორდე შენს დაქალს, შენს მეგობარს, როგორც დაშორდე შენს მეუღლეს და შენს შეყვარებულს, მე ვფიქრობ. და ხანდახან უფრო ძნელიც არის, იმიტომ რომ შენ დაქალთან და შენ მეგობართან თითქოს და უფრო მეტი რამ გაიარე ემოციურად, ანუ მიხვდით, ვიდრე შენს ნახევარ ადამიანთან. ამიტომ აბა რას ფიქრობთ თქვენ? თქვენ რას ფიქრობთ? მეგობრული დაშორება როგორია? ჩემთვის ძნელია, რადგან გახსენდება აი ეს მომენტები, როცა შენს გვერდით იყო, როცა შენ რაღაცაზე გული გეტკინა, რაღაცას არ მიაღწიე, იმიტომ რომ სკოლაში ერთად ვიყავით, ერთად ვისწავლით ფრანგული. ძალიან კაი დრო იყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ გოგონა კიდე შემხვდება ჩემს გზას. არ არსებობს. რო არ შევხვდეთ ერთმანეთს კიდევ.
მაგასაც ბავშვები ყავს, მეუღლე და ვერ ვასწრებთ ორივე ჩვენი სამსახურები და ვერ ვასწრებთ ერთმანეთთან აი ესე არაქს ჭორაობას. აი ესე მეგობრებო, მიყვარს როცა სუში არის კრემით სავსე. კრემი რო აკლია. კრემყოლი რო აკლია. ჩვენთან საფრანგეთში არის ერთი რესტორანი. ჩინური რესტორანია და აკეთებენ სუშის ძალიან გემრიელს. და რაღაცნაირი კარაქის ეს რატო ვერ დამიკედია? გავტენე, მაგრამ იქნება. რაღაცნაირი კარაქის კრემყველებივით აქვთ რაღაცაი და გიждები მაგრამ რატო გაიხია? დედას უპირველად სუშის ქაღალდი გამეხიმა. იმხელა გამაგეთე. გავტენე, მაგრამ იქნება გოგო. გოგო გავტენე. გავავსე ჩემი სუში. დედა. ასე მეგობრებო, ძალიან მიყვარს ესე თქვენთან ჭორაობა და აი ამ ებზე გეუბნებოდით რომ თქვენთან საუბარი La voiture, elle marche. მოვიდა პატარა მოვიდა. ამ 2026 წელს გვაქვს ძალიან კარგი ბევრი გეგმები. მოდის ჩემი ახალი წელი. ჩემი ახალი წელი, ხო? ჩემი დაბადების დღე. ამას ჩავდებ საქმე. მოდის ჩემი დაბადების დღე. ხო და რაღაცა სურპრიზ დავიდი მიწყობს. ვიცი რომელ ქალაქშია, ვიცი სადაც მივდივართ. მაგრამ როგორ ანაირად ეგ ყველაფერი არ ვიცი. ხო და ერთი სული მაქვს თუ გაგიზიაროთ. აუცილებლად გადავიღებ, იმიტომ რომ დავითის დაბადების დღეზე მე რო წავიყვანე კონცერტზე პარიზში, არ გადავიღე, რადგან უბრალოდ მინდოდა რომ მე და ებ ყოფილიყავით. მაგრამ ამ წელს მინდა რომ გადავიღო ჩემი დაბადების დღე, რადგან არ მინდა რომ დამავიწყდეს და მინდა რომ დარჩეს YouTube-ზე და თუ ჩემი შვილები მოინდომებენ ერთი პერიოდი გახსნათ დედას არხი და რომ გაიზრდებიან და ნახონ დედა როგორ ატარებდა დროს. მაგათ გარეშე. რაიმე ვერ წარმოგიდგენთ რა ბედნიერება ბებიები რომ გვერდზე ყვანან და იტოვებენ ბავშვებს. ვერ წარმოგიდგენთ როგორი შეშველება მშობლებისთვის. ვერ წარმოიდგენენ ბებიები როგორ ხარს მიჭერენ და მეხმარებიან როცა ბავშვებს იტოვებენ და ჩვენ თუ სადმე მივდივართ. ვაიმე სუშის ფურცლები მაქვს საშინელი. იხევა ღმერთო, კარგით მეგობრებო, წავედი, უყურეთ, ეგეთი რაღაცა არ მინახია მე. უნდა დავიც დავურეკო, ვეტყვი, წადი შვილო. ფურცლები მიყიდე, ეს რა ფურცლებია, ეს რა ჯანდაბა. ეს რა არის? კარფურში მაქვს ნაყიდი ეს ფურცლები მეგობრებო და რატოა ეგეთი? ვადაგაუვიდა თუ რა არის? დაიცადეთ ნახავ, იმიტომ რომ იმ დღეს ნახე და არ ქონდა ვადაგაც. ვადა გასდის 11 დეკემბერს 2026 წელს. ერთი წელი ვადა აქვს და ესე იხევა. კარგით მეგობრებო, მე წავედი. ძალიან მიხარია თქვენთან ესე ჭორაობა ხოლმე, მორბენა, ჭორაობა და წასვლა. ამ ვიდეოს ძალიან მალე დაგიდებთ. ერთი ვიდეო მაქვს შენახული, შიინის ტანსაცმელი გამოვიწერე და თქვენ არ გინახიათ კიდევ. დავდე YouTube-ზე და ჯერ არ დამიგია რომ ყველამ ნახოს და ამ ახალ წლები და ისა და გადამოვიწყდა. ამიტომ ამ ვიდეოში ხანდახან ვიტყვი რომ შობაზე უნდა ჩავიცო, მაგრამ შობა უკვე გასულია, ამიტომ ეს ნორმალურია, დაგვიანებული ვიდეო, ამიტომ ძალიან მალე დაგიდებთ ამ ვიდეოს და შემდეგ შიინის რაღაცები რაც გამოვიწერე.
ასე მოგობრებო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი და საინტერესო ვიდეოთი. იმედია ჩემი დაბადებისდღე ვიდეოთი. ანუ ორივე დაბადების დღე მექნება 18-ში, იმიტომ რომ 18-ში ვარ დაბადებული 18 იანვარს და 31 იანვარს, რადგან 31 იანვარს მივდივართ 1-2 დღით ჩემი დაბადების დღისთვის. ასე მეგობრებო, კოცნით ხმას უკვე ვკარგავ, წავედი დავით დაგურეკო.